გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტა ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით. კონფლიქტი არაფრის გამო. ესეც ასე. ბექუ! აუ. ფილმი ავარჩიე, ბექუ, მოდი. მოდი რა ჩემოსიყვარულო ფილმს უყუროთ ერთად რა, ავარჩიე ფილმი. მეგავე ფრანჭე? არა. ფეხბურთის საყურებლად მივდივარ, 3 თვის წინ რო გითხარი, ხო გახსოვს? ბიჭებთან ერთად. ბიჭებთან ერთად? ხო. დიდი ხანი არ მინახავს და მეთქი ფეხბურთს უყურებთ რაღაცა ვილაპარაკებთ. ფეხბურთი რაღაცა. რა? არაფერი. ამი მოხდა? არაფერი არ მოხდა, წადი. ვაჟა, გეწყინა? არა, ბექ, არა მეწყინა, წადი. რანაირ წადის მეუნები ახლა, მაგას მიჩვენია, მითხრა რომ დარჩიო. არ მეწყინა, ბექა, წადი. არ არის პრობლემა, წადი. ჩაულებრივი წადია, წადი. ანუ, წავიდე და არ გეწყინება. არა, ბექა, რა უნდა მეწყინო? საწყენი რა არის მითხარიაბა? შენ წახვალ ახლა, შენ ძმაკაცებთან ერთად ფეხბურთს უყურებ, მე 90 წუთი აქ სულელივით უნდა ბეგდო ამ ტამპალს სავარცელში, თან არ ვიცი რა უნდა გავაკეთო? რა უნდა მეწყინოს? ანუ წყლის, გოგო. არ მწყინს, წადი. გოგო, რანაირი წადია ეგ? მაგას მიჩვენე დედა შემაგინო ახლა რა. დედას არ შეგაგინებ, იმიტომ რომ დედა გიყვარს და პატივცემ, ბექა, ის მე არ გიყვარვარ სათანადოდ. ამიტომ წადი. ერთხელ მოვდივარ ცხოვრებაში და ის უნდა აკეთო, რაც გიყვარს, წადი და უყურე ფეხბურთს ბაკაცებთან ერთად. წადი. ო, შენ სახეს შეხედი, კი მაგრამ ის გამიღიმე ისე მითხარი, წადი აღარ ვინერვო წავა. კაი, ბექა, წადი. წადი, ბექა. წადი. წადი. ნახე? წადი. წავალ, მაგრამ თუ გინდა მანამდე რამე გამოვიძახოთ, ან მაღაზიაში ჩავალ, ვიყიდი და ჭამოთ ერთად, ეგრეს არ მეჩქარება რა. გიჩვენია? რავი, ისე გაზიანს დალევდა კაცი. ხო და ეგრე მითხარი გოგო რა, ეგრევე ამოვიტან, ახლა 2 წუთში ამოვიტან. კაი, ჩადი. კაი. გოგო, ნორმალური თუ ხარ შენ? შენ გამოჩავდიო, თუ კი არ მიხალისება, გაზიანი ხომ თხოვე. აუ, ბექა, გეხვეწები რა. ძალიან კარგად გიცნობ. ანუ გაზიანი გუში ვიყიდე და მაცივარშია. ხო შეგეძლო რომ მისულიყავი მაცივრის კარი გამოგეღო და შეგემოწმებინა. მაგრამ არა ბექა, შენ მიზეზი გინდა რომ სახლიდან გაადგა ფეხი. ამიტომ წადი ბექა, წადი. პრობლემა მოგვარებულია? შეიძლება რომ წავიდე. ხო, კაი, წადი. მართლა წადი რა. მართლა? მართლა. არ გეწყინება? არა, წადი. კაი, წავიდე. წადი. მიდი. რა არის ახლა ეს? რა არის ბექა? რა არის? რა მომწერე? ანუ რა მოგწერე? შენ ძმაკაცებთან ერთად თუ გიჩვენე, შეგიძლია საერთოდ არ მოხვიდე სახლში. რა არის ეს? რას წერე? ხო და რა არის და ეგ არის ბექა? წეგან არ გამიშვი გოგო? ბექა, შენი არჩევანია, ნახე შენ თვითონ აირჩიე. თუ წახვალ და ვეღარას დროს ვეღარ მოხვალ და თუ არა და დარჩი. ანუ აირჩიე ბექო. გოგო, რა გავაკეთო? არ ვერ ხვდები, წავიდე თუ დავრჩე. ბექა, წადი. ხო გინდა წასვლა. უბრალოდ მართლა რას ვერ ხვდები, იცი? ანუ შენ რა მოგწონს აი ამ ფეხბურთი და ლუდი და ანუ მოგწონს? ბიჭო, ხო, ფეხბურთს ვუყურებ, ლაპარაკობ, რაღაცებს განვიხილავთ, თავისუფლად ვარ, რა მეტი რა უნდა მინდოდეს ახლა? ანუ თავისუფლად ხარ და მე აქ ბოჭავ, აი ესე მყავხარ ბექა, ხო? რაღაცა ჩარჩოში მყავხარ, ჩასმუნდა არ გასუნთქებ, არ გაძლევ სუნთქვის საშუალებას, აი ესე მყავა მოგუდულად. ამდენი რაღაცა გითხარი და მარტო ეგ გაიგონე, ხო? ნუ მეხვირი ბექა. არ გიყვირი, გოგო, რა გაყვირი? ნუ მეხვირი და ნუ მეხცევი ეგრე. გაჩერდი ერთად დაწყნარი, არ გიყვირი საერთოდ. ხო, არა მეხვირი შენ. დაწყნარდი ერთ წამ. გამარჯობა. გამარჯობა. მე კურიერი ვარ, დონატები თქვენ გამოიძახეთ, ხო? ო, არა, შეგეშალა ჩემო ზომა, ალბათ. კი, მე გამოვიძახე. მეგონა რომ მე და ჩემი მეუღლე ფილმს უყურებდით რომანტიულად, მაგრამ არა, ძმაკაცებთან მიდის. დიახ. აი, მე თქვენი დონატები. მადლობა ძმა. თუ არაფერი გჭირდება, თავი მე დაქტოვებთ ახალი შეკვეთა მაქვს, ამიტომ უნდა იქ უნდა წავიდე რა. კაი.
წადი. ანუ რავი, თუ რამეში დახმარება გჭირდება, შემიძლია გავაუქმო შეკვეთა და დაურჩები, არ არის პრობლემა და არა, წადი. წადი, ჩემო ძმაო, წადი. წადი. რავი, მეგობარო, ისე მითხრა თავი დამნაშავეთ ვიგზენი და მას წავიდე? მეც ეგრე ვარ შეძმობას ვიცავ. წადი, წადი. ძალიან დიდი მადლობა. შვიდობიანი დღე, რავი. გაიხარ. შენც. წადი. გოგო, რა გჭირს? პროსტა გამაგებინე რა, აი რის გამო ტეხავ ამ ხელას სკანდალს მითხარი? კაი, მოდი ხა დავაგდეთ და გეტყვი. ბექა, შენ ოჯახი არ გაინტერესებს. ანუ პირდაპირ მითხარი და არ მეწყინება. ანუ რომელი შვილის აღზრდაში მიიღე მონაწილეობა? პამპერსი გამოგიცვლია ბავშვისთვის? არა. ბაღიდან გამოგიყვანია რომელიმე? არა. საჭმელი მოგიმზადებია? არა. გაგიცანებია ბავშვებს? გოგო, რა, სად გაუბერე? ეხა სამი თვე არაც დაქორწინებული ვარ, რა ბავშვზე მელაპარაკები ეხა შენ. ხო და მაგას გეუბნები, ბექა, ჯერ შვილი არ ყავს და არ მეხმარები და რო გვეყოლება დამეხმარები? გოგო, შენ ნორმალური თუ ხარ, არ გადამრიო ეხა, რა გავაკეთო მითხარი? ხო, მცემე! ხო, ეგ გინდა, მოდი და მცემე. გოგო, დაწნარდი. რა ჩერდი, გოგო? აი, ერთი. მცემე, მათი არ გარტყან არაფერს კაცო მიდი დაჯექი ერთი წამი დაწყნარ დამშვი არ მარტყავს სირცხვილია მართლა რა არის რა გჭირს გოგო ერთი წამით რა დამშვიდი დაწყნარდი და წარმოიდგინე ახლა რომ შენ დედა შენთან მოგინდეს წასვლა ბექა გაგიშვი დედა ჩემს რატო გადაწვდი გთხო მითხარი ანუ რა დაგიშავა იმ ადამიანმა ანუ პირდაპირ მითხარი მიდი მითხარი და თქვი რომ დედა ჩემს ვერ იტან არის საზიზღარი ქალი საწყალი მამა ჩემი როგორ უძლებს იმ ტირას და მეც რომ დედა ჩემი ვწავით აკაჭი გოგო ვარ მიდი მითხარი არაფერი არ მითხოს მაგ დაგვარი ერთი წამით არ მითხოს მაგ დაგვარი უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე რა აუ ბექა ძალიან კარგად გიცნობ რა ვიცი რას ფიქრობ და რას ამბობ ამიტომ მითხარი არაფერს არ გეუბნები. კაი, არცად არ მივდივარ დედას გეფიც. აგერო არ, შენთან ერთად უყურებ ფილმს. აგერო არ, всё. აჰა. ჩართე. ეგ შენი გადაწყვეტილებაა. მე არ მithოვია შენთვის არა, ჩემი გადაწყვეტილებაა ფეხბურთზე წასვლა საყურებლად. ეგ შენ გინდოდა. წადი. კაი. წადი. ახლა თავიდან დაიწყე ისე? ბექა, მე რა დავიწყე მართლა თავიდან რა? მაინტერესებს რა დავიწყე თავიდან, ანუ ის რომ მე თურმე ცოლს ნერვები ეშლება იმაზე რომ ქმარი მიდის ფეხბურთის საყურებლად და არ რჩება ცოლთანიდან რომ ფილმს უყუროს თურმე რატო? გოგო, ყოველდღე ფილმებს უყურე, გუშინ წინ არ უყურეთ ფილმს? ბექა, ეგ რა ფილმის ყურებაა? გეხოცები ფილმს რომ ჩავთავ შენ ან გძინავს ან სკროლავ? მოიცა შენ არ სკროლავ? ბექა, მამა ჩემს რატო ეხები? რა დაგიშავა იმ კაცმა? გოგო, მამა შენი საერთოდ არ მიხსენებია. მამა ჩემის ნაყიდი აისტერებული, რადგან სკროლავ. შენ ხო არ უბერავ დედას გეფიცებ? უბერავ ჩემი ძმა, რატო? რა დაგიშავა ჩემმა ძმამ? გოგო, არც მამა შენი და არ შენი ძმა, რა შოშია? როგორ არა, უბერავ და ჩემი ძმა ამერიკაში უბერზე ზის მუშაობს ბავშვი. რაღაცა უკავით გამოიმუშავე, შენ გათმევს ფულს. დედაო, მამაო, ძმაო, ყველა შეხე. ვერ გვიდა და წადი, გვიმითხარ რომ ვერ გვიდა. კაი, დამშვიდი ერთი წამი, დაწყნა. კაი, всё, მაპატი არ მივდივარ, ასად მოდი ფილმს ვუყუროთ, გეხვეწე. კაი, მაშინ ნახე. ხაში არის? ყავა? ხოდა მიდი ხა? გამიკეთე ყავა და გემრიელა დავლიოთ. კაი, ვსა. მიდი ჩემო სიცოცხლე. მოვიცენ სულე ყავა. ათ ყველაფერი მოწეში გებულე, დონატებიც გვაქვს, ზესმზირაც გვაქვს, მოჩ. ფილმიც შერჩეულია, ზესმზირა მაქვს და ოპა, ყავაც მოვიდა. ესე რატო არ წახვედი ის მაკაცებთან? რანაირი ხარ? რა ვიცი. ალო. ხანი. ვაიმე, დღეს. აუ, სუდა მოვიწყდა. კაი. 5 წუთი მინდა და გამოვიქცევი ეგრევე. კაი, მიდი. კაი, სად მიდი ხარ? გოგოები, 3 თვის წინ რო გითხარი, არ გახსოვს? გოგოები უნდა ვნახოთ. ნინი, სალომე, ანი, თეო. ვიც ანუ მიდი ხარ? ხა, ბუსა, დიდი ხანი არ მინახავს და. ანუ ახლა მიდი ხარ? კაი, მოიცა არ წავიდე? წადი. არა, მოიცა ეხა ეგ რანაირი წადია, ვერ გავიგე. თუ არ გინდა რომ წავიდე, მითხარ და წადი, კაცო, წადი. არა, რანაირად მეუბნები ეხა, რა სახით? რანაირად გიხარ, წადი რა, წადი. არა, მე უხეშები და გამიღიმე მაინც და ისე მაინც მითხარი წადი. წადი.
აი. ვიყარ ხარ? მოიცა მართლა მიდი ხარ გოგო მართლა მე მოიცა ერთი წამი მე რო არ გამიშვი მოულოდნელი სტუმარი კახეთიდან. ნერვიულობ რა. რა განერვიულებს? გოგო რა ვიეხ მაინც ბიჭი ამდენი ხანია მწერს და არ ვნახულობდი და ეხლა რაღაცა უცბად გადავწყვიტე და სახლში დავპატიჟე და მე მგონი ცოტა უხერხულია. თავი რა დღეში ხარ? დაჩეკი რა მოდუნდი რა განერვიულებს გოგო პირიქით ძალიან კარგია რო არ წერდი აქამდე ეგრე უნდა მაგათ. აუ ხო ვითა. კი და აი რა მოვა გაგიჟდება შენზე? ვითა რა მოვეწონო. გამორიცხულია რა ებს ლაპარა აი რანაირად არ უნდა მოეწონო გაგიჟდება შენზე. აუ ხო ნერვიულობ მართლა. გოგო ცია ვინ მოყავს ვიღაც მოყავსო ხო? აუ შენ თავს ფიცა ვარ. შეხედე. ვით შეხედე პასტარა ბიჭის ფოტო ჩამივიდა. ზანგაი მე მგონი დღეს ძალიან მოკლედ გავერთო. ძალიან თან თვითონ მომწერა რა რომ შენ დაქალის თუ იქნება მე ჩემს მაგას ამოვიყავ და მე კი უკვე მოხდებით ერთმანეთს. აუ ძალიან კარგი ეს გავატარე სასმელი არ გვაქვს? კი როგორ არა სასმელი მაქვს და ბიჭი აი მე კარგი ხან უნდა რა კაი შენ გაახე მე ეს დავწყვეტები რა ნატრო ვიტყვანი მოხდები მაგარი ხარ ვაიმე ამათ ვისამხედავ როგორ ხარ კალო როგორ მომენატრეთ თაკო მე ისე დავიღალე კიბეზე ამოვდიოდი რა შენ არ გელოდით ეხლა დაი სიურპრიზია თუ მოდიოდი არ უნდა გეთქვა გოგო სიურპრიზია არ გაგიხარდა კი როგორ არა კაი მოდი მოყევი აბა რა ხდება შენსკენ ვაიმე იმდენია მოსაყოლი ხვალამდე ვერ მორჩები კარგი თუ ბევრია არ გინდა რა მე რა სხვა დროს მოგვიყავი კაი ხა მაგის თუ არა კაი თაკო მოდი რაღაცას გეტყვი რა მაიტა გამაუშვი გოგო მოკლედ ერთი ბიჭი მომწონს ძალიან ამ ბიჭს წერდი და ეხლა უნდა მოვიდეს და ამის ერთად რა ხარ ნოსკა ჩემთან იყო ძმაკაციც მოდის ანუ ორი ბიჭი მოდის და მარტო ორი ხო და ამოვიდნენ გოგო რას მაშინებ გუდის ყველი მოვიტანე ღვინო მოვიტანე ეგემანთ ჩავირბენ ხორცსა მოვიტან აუ რა კარგი ჩანთა გაქვს ცოტა აქ წავიღე ხო აუ გეხვეწებით აკო ერთ რაღაცას გთხოვ უბრალოდ ნახე ანუ შენი კილოკავი და რაღაც ეგეთ საუბარი რა გვერდზე გადადა ცოტა ხანი დაივიწყო ეგრე არის საუბრო რა კილოკავი ეგრე ლაპარაკობ აი ეს შენი მა ჯო აი ეგეთ რაღაცები არ გინდა გთხოვ რომ ვაკელები არიან ეს ბიჭები აი იმენა მრგბალ ბაღში ცხოვრობენ აი შიგრით თვითონ იქ და ანუ ხო ხტები ძალიან გასული ტიპები მოდიან და გთხოვ თუ გიყვარო რა თავი შეიკავე დღეს კაი გაიგე მა გასაგებია კი მოვიდნენ გთხოვ ცოტა ზესტი საუბარი ხო ეგენი არიან აი არიან არა გთხოვ მე აუ იყოფილა გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა აუ რანაირ მოლოდის გადააჭარბა შემასილამ აი ძალიან ლამაზი ხარ მე შენთან ხარ გეტკინა დამიკინა უკანეკ დავიჯახე გამარჯობა გამარჯობა გაიცანი ჩემი მეგობარი დათუ სასიამოვნო ჩვენსაც მადლობა ძალიან დიდი მადლობა ძალიან მიხარია ეს ჩვენ დაქალი სახელი უკაცრავად თაკო მქვია ძალიან კარგი და მოკლედ რაღაცები მოვიტანე და ცოტა დავლიოთ და გავთამამდით დავლიოთ მარდავლიოთ გოგო არა კარგი რაღაცნაირად ცოტა ეგ აქ შეიძლება დავჯდე მე კი სადაც კიდე მოდი აქ დავჯდები მე კი ბატონო ძალიან კომფორტულად გზავნით თავი ხა ძალიან კომფორტულად ძალიან შინაურულად აუ მოდი რამე ხო არ გამოგვეძახა საჭმელი ხო შოთი მაგ წამოღებული ყველით წამოვიღე და ხორციც ამოვიტანოთ და მაგარი სუფრა გავშალოთ არა არ გვინდა მოდი შამპანიური შოკოლადი და ესე ლაითად გადავატაროთ ხო შოკოლადი დააწყობს ამ ხელაკაცებს არა ჭამა და რაღაცა არა უბრალოდ ესე რა ლაითად აი თქვენ როგორ შენ იმენა უკვე ძალიან მაგრად დამევასე რო იცოდე და გინდა დავლიოს და მე უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთს აუ ძალიან მაგარი ეგემანდ ავაროჩი არ მოგიცურდეს აუ ვერაფერი ვერ გავიგე რა თქვი მაგრამ თუ გინდა აივანზე გავიდეს და იქ მომიყევი კაი მიდი და M საათში გამოვალ მეც M საათში რა არის
M წუთებში, ანუ M საათში. M საათშია, ეხლავე აი ამ წამსო რა, ანუ ეხლანდელი ვითარება, ხო? ხო, ანუ ეხლანდელი ზაურიან მაგარია შენ თაზვებიცე. აი ცი რა არის ჩვენი მეგობართან ცოტა ესე უცნაური, იმიტომ საუბრობს ძალიან დიდი ხანი იყო ევროპაში წასული და აი ცოტა ისა იქაური, ცოტა ქართულად უჭირს ლაპარაკი, ხო გადართული არის, ცოტა ინგლისური, ცოტა ბრიტანული, ცოტა ევროპაში იცხოვრა წლები რა და მაგიკა. და ევროპისგან დოჩა ჩერტკოვის თემაში. Yes, ირლანდიური, ინგლისური. Wait for me and I will come M საათში. აი ზუსტად მართლა იყო რა უჭირს. აუ ეხლა რასაც გაკვირდებით თქვენ ბავშვობის მეგობრები ხართ. ხო აი ძალიან მართლა გეუბნებით. კი, ბავშვობის მეგობრები ვართ. ოღონდ ამაი უფრო ადრე ვიცნობდი. ამაი, ანუ მე ვარ ამაი, ანუ ნათლობის სახელია ჩემი ამაი. ოკეი. ანუ ამაი, ანუ მე რა ნათლობის სახელია ამაი. ამაი, აი ცოდით ხა? ამოდი დავლიოთ. დავლიოთ ბაზარია. მათი რაღაცა გავერთოთ რა. მოვიხოდოთ ცოტა რა, ცოტა რაღაცა გავთამამდე. ჩემ თავზე ძალიან აი მოდი დავლიოთ რა, ცოტა მოვეცო. მოდი მე დავლიოთ, მაგრამ ვაიმე როგორ მოიღრუბლა ამახან დედასმაი. როგორ? ძალიან იწვიმებს. მე რეგლები დაასხით რა. დაცხებს უბრალოდ ძალიან. რა პონტი ეცი ეხა გეთქვათ მაშინ რა თუ სამნი იყავით და ჩემ ძალიან მაგარ მეგობარს წამოვიყვანდი იმენა შოთიკო ბიჭო ხო არ გადავჭერ ჩვენც არ ვიცოდით თორე უჭველი გეტყობ. ნარსა რაღაცა უცბად მოხდა რა. ხო არა ეულად არ იქნებოდა ადამიანი ეხლა გამიგე და რა ეულად კაცო ბოიფრენდი მყავს. რა? შენ ყავს ბოიფრენდი? მამუკა. მამუკა. დანო ესა შემოგვიძახის მამუკა. მამუკა ქვია. კი, გამახსენდა მე. დავლიოთ რა დაასხი. აუ დავლიოთ ხო ეგემანდ ჩამოასხით რა. ხოქთხოვე რომ მაების გარეშე ხო. რა გინდა ქალო ესენი არსად გამქცევები არ არიან? აუ რა საყვარელია შევჭამ ბიჭო. ჯანი. ამაზე გძელი. უთიში აი ძალიან არა. ძალიან ხუმრობა იყო ხალხო აცრილები ხართ. იხუმრა ადამიანმა და რა ვიხარ ჩემი და ხალი ხუმრობს. ხო გასაგებია იუმორია ესეთ გამომართვით ხო? დავლიოთ. მოიცა ჯერ ვერ გავუყვები. აუ ბიჭო რაღაცა არ მინდა რომ გაიგონე ხა რომ მე და შენ გავიგე. ბიჭო ეხა მე პატიჟები კაი მე მგონი ცოტა მოვიწყინეთ და ხო არ მოვეშვას დავლიოთ მოვდუნდეთ. კაი დავიწყეთ. მადი ბუჩკი. აუ ეგრე რა დავლიოთ. გაგვიმარჯოს. ჩვენ გავიმარჯოს. გაგვიმარჯოს რა აი ღვინო კი არა მზეია მზეი. და მე მინდა რომ ერთი საფრთხე შემოგთავაზო თუ შეიძლება. შეიძლება? კი. აბა გისმენთ. მოკლედ. აი ძალიან ისეთ ლექსს თუ მოყვები? ურიცხვი ვარამის მნახველები. სხედან გუგუნებენ დინჯიკა ხელები. თითქოს აფასებენ ნაჯაფს ნახელავებს. დოდად რო კოჯრიან ხელებს და ხედავენ. თუმცა უწყიან რომ სოფელი წამიერობს. მაინც ამ ღერიანო მრავალ ჟამიეროს 1000 ჭირისა და ვარამის მნახველებო ეს თქვენ გაგიმარჯოთ ძმებო კახელებო მე წასულა მეშობელ ჯაღლები ეხლა ამ ღვინის დატოვება იქნებოდა პოეტების სკოლა ის სახში არ ვიყავი და დავალება ვერ მოვამზადე მასალა აღარაც მიდის სასარა მაგარია რიტმები იყო გადახუნძული ფურცლები იყო გადაფურცლი შედეგი გადამოწერინე რა აუ ჩაიწერე აი იყო ბიჭო გამოსდის ხო ხეთ აღარ შემიძლია გამარჯობა ბავშვებო გამარჯობა ამ ხელა საცობი ამდენი ნაცნობი ადამიანი დავწერე ლექსი გენიოსი ხარ დასხედით აბა ჩემო ნორჩო პოეტებო მოგესალმებით სულ ყველას მზად ხართ გაკვეთილისთვის
დიახ, ვასო. ძალიან კარგი. იცოდეთ რომ ჩვენი სკოლა, ჩვენი ნორჩი პოეტების სკოლა არის პირველი საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოში. ეჭვიც არ მეპარება ვასო. ასეა. აბა სანამ გადავალთ უშუალოდ საშინაო დავალებებზე სიას ამოვიკითხავ. დიახ. გოცირიძე, ხორცი რინგზე. შენ გენაცვალე. თადაგარი, ბამბარბილი ქვამაგარი. ოჩა. ნოზაძე. მაცვია მოდაზე. ოჩახ. ლილუაშვილი. ვარ, მას. უშინია. ტყუილა იხდიან შენში ფულს, ბიჭო, ტყუილა იხდა. შობლებს გადაეცვა ან ჭიდაობაზე შევიყვანო, ან რაღაც სპორტზე, ან ჩოგბურთზე. არა, არ არის შენი საქმე ეს პოეზია. პოეზია ჭირდება რიტმები. რიტმები, სტანდარტ რიტმები. შევეცდები რომ დავხვეწო. ამაშია საქმე. გენიოსია. აბა რა? როგორ თქვით მას? ქვაბი, მაბი. ღმერთ. ტორტი, მორტი, მაცივარი, კანცივარი. ამაშია საქმე. გენიოსი. ეს რამე ჩემამდე მოყვანთ, მანამდე ბევრი გიგლიათ. გენიოსი ხართ ვასო. აბა რა? ვასო მას სანამ უშუალოდ პოეზიაზე გადავალთ, მანამდე გეტყვით რომ ის ექსკურსიის ფული, რაც გითხარით, 100 ხო, 100 ლარი. ავკრიბეთ, მაგრამ ეს მამაცი ხალი ვერ ვიშოვე ვერსად რა. მამაცი, არა ბიჭო, უყურე, 100 ლარი ხომ მოიტანეთ, ეს მამაცი ხალი რითმა იყო უბრალოდ. 100 ლარი მამაცი ხალი. ან მამაცი ხალი არ ჭირდება. არ ჭირდებოდა, კაცო, მამაცი ხალია. ჩვენ ვეძებდით ხუსკივაძე. ხუსკივაძე. შენ გენაცვალე ხუსკივაძე. აუ, ოჩა. გენიოსია. უთოსანა. აბა? ბავშვებო, რო იცოდეთ? ხვალისთვის აუცილებელია უბრალოდ რიტმები ჭირდება 1000 ლარი უნდა მოვიტანოთ. კარგი, თავას ხომ მოვიტანეთ ეგ 1000 ლარი. არა, ის რიტმებზე დავხარჯე და მარტო რიტმები ხო არ არის კომუნალურებია გადასახადი. დემი თუ არ მექნა რიტმას ვერ გავრიტმავ. იქ გაზი არის, იქ რაღაცა. ხუსკივაძე ხო მართლა 100%-იანი. ისე ხო რიტმ. ამაშია საფარაკო. რა თქვი შენ ლილუაშვილო? რა თქვი ლილუაშვილო? ადეთ ერთ ფერზე რა თქვი? ბოდიში ვასო. რა ბოდიში რა, აბა რატო არ მოგწონს ჩემი რიტმები ერთი მითხარი? აუ, როგორ არ მომწონს გიჟდები ვასამას. გიჟდები. აბა, დაგტესტავ მაშინ. კარგით. ბაქარი, შაქარი. მეხი, ფეხი. კარადა, ავადა. გადახტი. გადახტი. ჰე, აუ, ვერ მოვიფიქრე გადახტიზე ვასამას. ამაშია საქმე, შეუპატრო ტყუილა ხარჯავენ შენები ფუც შენში. გადახტი? რა უნდა? გადმოხტი. აჰა, გასაგები, ჩავინიშნავ. შეხტი, შემოხტი. გადახტი, გადმოხტი. ახტი, დახტი. რა უნდა ამას, ბიჭო? ახტი, ლახტი. ეგეც ხო არის. ოჩა კოცინიდე. ისწავლე. გენიოსი. გენიოსი ხარ, ნამდვილი გენიოსი ხარ. აბა, გენაცვალე. საშინაო დავალებები ხარ, რა გქონდათ მაგაზე? გადავიდეთ. კი ბატონო. გახსოვთ? როგორ არ გვახსოვს? მოვამზადეთ. აბა, მამაზე რო იყო. კი ბატონო. საშინაო დავალება. მე მქონდა მამაზე. ასომაზე აგერ დავწერე. კი ბატონო. მამა, ჩემო მამა, შენ მაგციე კაცად, მადლობა რომ მე შემქმენი ტაბურეტკის ნაცვლად. აუ, აი ლექსი დავწერე. ფრანსუა ხარ, იონი? ჰა, ყოჩახ. აი მელექსი. კარგი. აი ყოჩახ. აუ, ყოჩახ. მომეწონა. კარგია, მაგრამ მეტი შეგიძლია ხუსკივაძე. ხუსკივაძე. რუსი ქვაზე. რუსი ქვაზე ავტოლოგია, მაგრამ რითმაშია. პოეტს ეპატიება. კი ბატონო. აბა, ტაქსების ქონდა ლექსი. ტაქსიზე მე მქონდა. ლილუაშვილი, ადექი. შენ გაგიხდია მეფედ თამარი, კლასელი ყავდა კენდრიკ ლამარი, ანჯელინასთან გქონდა ალერსი თურმე ბინ ლადენს მისცხე პადლეცი, გუშინ ბიონსეს სახში მიყავდა და სხვანაირად გადაგიხადა, ეს ფანტაზია საზღვრებს გადაცდა. თეთრი პრიუსი სანომრე ნიშნით ვწწევ 309. რა გავაკეთო? რა ვქი ხუსკივაძე რომ შემო თავშივი არ ვქი რომ ტყუილა ხარჯავენ ჭობლები ამაში ხუსმეთ კი? კურიერზე ვის ქონდა ლექსი? მე მას. თაბაგარი. ხარბილი და ხანმაგარი. ოჩა. შეიძლება? ოჩა. ჩემი შაურმა მეტი წიწაკით სადღაც წაიღო და უხარია. აგვიანდება ძალიან შეკვეთას, რადგან მოპედზე შახრუქხანი. დადებუცე. ოჩა. აი თაბაგარი, ოჩა. კაი ბიჭი. რაღაც წაგიკითხოთ კიდე რა და მიდი? ჩემი ქვეყანა გაუფასურდა და ეს შეგრძნება მიკარგავს ხალის.
მე ყველაფერი ამას მახსენებს წვეთები, წვიმის, შრიალი, ქარის. ძალიან მინდა ნატრო ამიხდეს. მინდა კლასიდან გავითარეშო. დაგთხოვთ ვასომას, ნება მომეცით. მოვინახულო საპირფარეშო. შეკაცო. სანამ რამე იმას ქენი გააწარი ამ ხელა ლექსი. ამ ხელა ლექსი რომ მოაწარი, აგი რა. რა სამბო. აი, მაგრამ ნიჭი მაინც სხვა არის. აბა გადავედით დედაზე ვის ქონდა ლექსი? ისა. აუ მას დედაზე მე მქონდა, მაგრამ დედა ჩემი სახში არ იყო და ძმაკაცი დედაზე დავწერი და რო წაგიკითხო ხო? კი ბატონო, ძმაკაცი დედაზე იყოს კი ბატონო. როდესაც შენი შვილი გვერდით მყავს, ვერ შემაშინებს მე დამყრობელი. ძმაკაცის დედა ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი. მოიცავთ ბოლოს როგორ თქვი? მას ძმაკაცის დედა ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი. ეგ საერთოდ მასწავლებელზეა, გოცირიძე რო იცოდე. მაგრამ არა უშავს, დედასაც მიაჯდება. კი. რა ვინ მიაჯდება დედას? რა დედას მიაჯდება? მას გითხარი ჩემი ძმაკაც დედას დავწერი, მე დალი დედას ვინ უნდა მიეჯდა? ვინ რა ვთქვი? არა მიაჯდება რა არის მას? დალი, ორი თვალი, სადარ დალი, მადარ დალი. ამაშია საქმე, იცი? კულას გოგიფუჭებს, რა ჩალი კაი. კი ბატონო, დავდალო. აი. დალი გახელი. ქიმია გვაქვს გაკვეთილი დავალებად მოგცეს კვარცი, ფორმულები ვერ დავწერეთ, იქნებ ჩაგვასეს ხო ცარცი? ამჯერადაც მოგცემთ ერთ სარცს. ერთ სკოლაში ვსწავლობთ რაკი. ოღონდ კიდე თუ შემოხვალ კარგის. ტრაკი? კარგის? ნებეთ? ორჯერ იყო კარგის ტრაკი, შუაზე გადახეთ. უიამსისკე. კი ბატონო. რაკი. და უწმაწული, მაგრამ საინტერესო პოეზია იყო ნამდვილად. კარგი. ვასომას ერთი თხოვნა მაქვს თუ არა, არ გეხმაწები ხა ნუ უთხოვ ჩემ. არა, ვერ გაყვეთილი არ ჩაივლე. არ ვასომას. კარგი, რახან არიშლი კი ბატონო, რახან არიშლი. გეხვეწებით თქვენი საფირმო ლექსი რომ შეგვისრულოთ. გურ მიყვარს, მარტო ამიტომ დავდივარ. ეს ლექსი ეძღვნება გაზაფხულს. გაზაფხულია მოგეხსენებათ ეხლა? ბიახ არისო. როცა მარტში კატა აკივლდება, ჩემში მამაკაცი აზვირთდება. კალიუკას რომ დაიმოკლებს, გახეული კალგოთ კაც რომ გამოჩნდება. ამ უფლობას რა ვუთხარი? ქალებში წასვლის თანხაც რომ არ არის. ტუალეტის კარს ვკეტავ დაზაფრული. ასე ერთ წუთში ჩავატიე გაზაფხული. პოეტურ ხელებზე დამბურძგლა ვასომას. ამაშია საქმე. თქვენნაირი როდის გავხდით? კვლავ დაუბრუნდი ცხოვრების ხალის. კვლავ შევიცანი ადამის მოდგმა. არ მეგონა თუ შვებას მოვვრიდა. აღარ გინდა, გავიგეთ. დაბძანდი, გავიგეთ. ვასომას ერთი თხოვნა მაქვს კიდევ ზუსტად მაგისტრის ხომ ვართ მოსულები და თქვენი ის რაღაც საფირმო პოეზია რომ გაქვთ ინოვაციური ეგ რომ გაგვიზიაროთ თქვენ მეუნებით თანხმოვნების პოეზიაზე მეუნებით და ხმოვნების გარეშე პოეზიაზე ეს არის უნიკალური პოეზია მინდა გითხრათ ეს არის ჩემი შექმნილი და თქვენის ნებართვით დავიკითხავ აუ მიდით რა ვასომას ლექსი ხმოვნების გარეშე. თანხმოვნური. ღრძ გრნ ხბრდ გრდ სვ ღსვ მხნ ვც ჩსბრ ვრც ღრს. ამაზე ვიცანი ეს ლექსი. ეს არის კილჩაკის პაემანია. ეს ლექსი უბრალოდ თანხმოვნები ამოაცალეთ და ისე წაიკითხეთ. ეგ არის გიორგი ლეონიძეს კილჩაკის პაემანი. კი ბატონო, ეს არის ვასილ ხაკაძის ღრწპმნ. ანუ სხვადასხვა განსხვავების გარეშე. სულ სხვა რაღაცა. გაიგე? ავასომას შეიძლება რაღაც კითხოთ? რა შეწუხდა? ერთი წუთი? შეიძლება. კარგი. ეს შორტ
პოეზია, ან მოკლე პოეზია, თქვენი მოგონილია, ხო? რა თქმა უნდა, short პოეზია, ანუ მოკლე პოეზია. დიახ, ჩემი მოგონილია. ამეც გთხოვთ რაღაცას რა. იქნებ 1-2 ლექსი short პოეზიიდან რო წაგვიკითხოთ. აი ძალიან მაინტერესებს. მიდით ავასო. მაგარია. სათვალე მომეცინოთ. დიახ. რომელმან შექმნა სამყარო? აბა რა ვიცი რომელმან? კედა, ბრავო. კედა დამხელა პოეზია, შოთა გუშავა როგორ განწელა. როგორ განწელა და უხიმღამო გახადა და მე ერთ წამში დავამთავრე. კატასტროფიანი პოემა ორ წამში დაამთავრა. ისეთი ცხოვრებაში არ ამბობ. მაგას გეუბნო. კიდე რა ვასომახსა? მეორე. ყორღანებიდან გნოლი აფრინდა. დაიღალა და იქვე დაფრინდა. ეს არის short პოეზია, ანუ მოკლე პოეზია. გასაგებია. კურც, გერმანულად კურც. დიახ. ინებეთ ეს ფუტკლანი სათვალე? მადლობა. თქვენნაირი როდის გავხდები ერთ? ამაშია საქმე. მე დამიჯერეთ ვახშებოდა, არ წააგებთ. არ წააგებთ. აბა ნოზაზე. კეთილშობილების დედოფალო. დიახ. რა მოამზადე? კეთილშობილების დედოფალი რატოა ვასამას? ლილუაშვილო, ნუ მე პასუხები ცოდე უდროო დროს. იმიტომ არის რომ შაირებს ამბობს ისე რომ არ ბილ სიტყვაობს. გასაგებია. აიგე? ლილუაშვილი. დავიწყო. მატარებელი მიჰქროდა, იძახდა ტიში-ტიშიო, რაც თქვენთვის სათქველი მქონდა. სულ ყველა გითხარით პირშიო. ვასამას, ვათაშარის მე შემიძლია შაირები, ოღონდ მე გინების garaში არ შემიძლია. რას თქვა გინების garaში არ შეიძლება? ვიგინები რა, შაირები. აბა ჭექემინი? აურა მაგარი. ლილუაშვილი, იცოდე, აცადე. აქ კენწლა, იცოდე გაგრითმა, იცოდე მერებია რომ იშალ ლილუაშვილი. აცადე ბავშვ. კარგით ხო. ნოზაძე, ეს შენი ლექსია თუ შენ ამბავ დაწერა? არა, ეს ჩემია. მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალათაო, შოკოლადი მოგიტანეთ, 25 კალათაო. აი? აუ, მაგარია. ის რასაკად შაირები გადავაკეთე რომ ნიშანი დაუწერო. ლილუაშვილო. იცოდე, ნუ ხარ შენ ბოღმის ბუკეტი, თორე მე არ ვიცი შენ ასგიზა. მართლა რა ის ბუკეტი მართლაც რომ ჩუკეტი. კიდე ერთი მაქვს. დაუშვი. წყალში ბადე გადავაგდე, მასა მოყვა პუდელი, თქვენთვის მინდა რომ დავხატო. დიდი, თეთრი კურდღელი. მე კურდღლის ხატვა არ ვიცი, კარგი სტრა. შეუსინდისო შენ. შერის რომ უძრდელი ხარ, რითმაც არის შეუპატრონო. კურდღელს რა ერითმება, ეგეც არის. გაეთრი აქედან დატოვე წყალში შენ, დეგენერატო შენ. ბოდიში ცა. უსინდისო ეს. ხოშექა ქმრის კლასელების შეკრებაზე. ძალიან კაია. კი, აი მრგვალი ბაღის მოპირდაპირე მხარეს რომ აი კი, ჩვენ სკოლასთან ვაკეში კი, სადაც ვსწავლობდით ჩვენ, მაგის მოპირდაპირე მხარეს რომ კაფეა, მან დავართ და მოდი. კაი. ბავშვებო, დათუნა იყო ცოტა მაგვიანდებაო რა. აუ, თავარია მოვიდეს. ამახალ ხევსური ცოლი მოიყვანა და იქედან სანამ ჩამოვლენ და მე ვაკეში სანამ შემოვლენ ხო იცი. ხო, კაი, არა უშავს რა დავიკეთე. ჩამოდავლიო, ცოტა ყველაფერი კარგადა. თავარია მოვიდნენ რა. თან ამბობენ რომ რაღაცა მთის ხალხი ძალიან ძიმე ხალხიაო და მაგრამ მაინტერესებს მაგის ცოლი როგორია. აუ, მეც მაინტერესებს. მოვლენ საწავლენ. შენ არ დაიწყო რაღაცები? არა. როგორ აი ეს გავსინჯე წეხან ძალიან გემრიელია. მადლობა. მოვიდნენ. დათუნა. როგორ ახარ, ამდენი ხანია. როგორ ხარ? როგორ ხარ? კარგად. გაიცანით ჩემი ცოლი ხოშექა. სასიამოვნო. ხოშექ ჩემი მეგობრები, ჩემი კლასი ჩათვალე, აი რო გიყავი ხოლმე ჩემი ბავშვების ამბებს. მადლობა. ისე რა სიძახი ხოლმე და თუ მოფერებით ხოშეს? მოფერებით დიდი ხანი აღარაფერი დამიძახია, იმიტომ რომ დამემუქრა ძლებიდან ხორცებს აგაცლია. როგორი ხوارა?
აქ ზედმეტობებში არ გადახვიდეთ, თორე ხო იცი რომ მაგა დამპალი ხორციდან მარტო ძევლებს კი არა, ხორცის ნაჭერებსაც ასე ხერა ამოგაცალი. ხო, კი. ძალიან გამიხარდა თქვენთან მოსვლა, თქვენი ნახვა, თქვენი გაცნობა, იმიტომ რომ დათნას მეუბნებოდა რომ არაჩვეულებრივი სამეგობრო მყავსო, ძალიან მიყვარს ყველაო და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემი საყვარელი მეუღლის სამეგობრო გავიცანი. კი. მე არ გაგიცანი, მე ვარ ანა. ძალიან სასიამოვნო. დათნას პირველი სიყვარული. ძალიან უყვარდი სკოლაში. არა, სერიოზული არაფერი ყოფილა ისე ბავშვი. არა? მარტო განა ისე გითხარი რაღაცა არა. ბავშვური სიყვარული სერიოზული არაფერი ხარ სისულელე ხა ბავშვობაში ანუ სხვა უყვარდა და თუნას სხვა გიყვარდა ხო? პატარები რო ვიყავით. და არა მაგის გამო ეხარა სისულელე. აი ამ სიძვის დიაცისგან დავინახო პატარა მიხურა მოხურას და იცოდე რომ პაპაჩემის ალესილი ხანჯლით აი ესე აუკაფავ და მე ძაღლებს მიუგდებს საჯიჯგანად. აი დავლიოთ რა. არა მინდა დავლიოთ. აღარ მე მაქვს ერთი იდეა. დავლიოთ. აი ხა გადავიღოთ ის ტრენდი. რა ტრენდი? რა ტრენდი აი თავიდან რომ ამბობ რომ მე ვარ ეს და დავლი ამდენ ჭიქა პირველი ჭიქა. ჩემი პირველი ჭიქა. მიდი რა გადავიღოთ. მე ვარ თაკო და ეს არის ჩემი პირველი ჭიქა. მე ვარ ანა და ეს არის ჩემი პირველი ჭიქა. აუ ხოშეკ მოდი რა შენც. არა მე არ მიყვარს. მიდი რომ აი გოგოი შეუერთდი რა ჭირს. მიდი. კარგი. მე ვარ ხოშეკ თუშურაული და ეს არის ჩემი პირველი ჭიქა. და ამ ჭიქით მინდა რომ ჩემ საქართველოს გაუმარჯოს. საქართველოს რომელმაც 1000 მტერს გაუძლო. ჭირო არამ გამოვლილია ჩემი საქართველო, მაგრამ მაინც ერთ მუშტად არის შეკრული მტერების ჯინაზე. საქართველოს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. მიყვარს საქართველო. საყვარელია და თუ რამე ხარ, რატო არ ვიცოდი შენ მეუღლეს? ლისა, ხოშეკ. ეს არის ირაკლი, ჩემი მერხის ძმაკაცი და სულ ერთად გავიზარდეთ და ძალიან მინდა რომ გაიცნო. ხა, სხვათა შორის არ მომეწონა ირაკლი და მინდა რომ ზექალას წაბუღო. წაბუღოთ რა ხანს ნიშნავს? ანუ ჩემი ბიძაშვილი ახალგაზრდა გოგოა, პატარა ლამაზი გოგოა და მინდა რომ საჩუქრად შენი თავი მიუტანო. აუ, გოდიში, მაგრამ მგონია რომ სოფელში ვერ ვიცხოვრებ რა, იქ ისეთი ყოფაა რომ მე ქალაქში გაზრდილი ბიჭი ვარ და რავი, არა მგონია რომ სოფელში გავძლო რა. ვერ გოძლებზე რა? მიმიფურთხებია ყველა იმ ვაშკაცისთვის ბიჭო, რომელიც სოფელში ვერ იცხოვრებს. ხო, გაუ. შენ წაგიყვან ჩემს სოფელში. ყველაზე მაღალ მწვერვალზე დაგაყენებ და იქედან შენ და ჯიხვის თავს ერთად დაგაგორებთ. მერე პაპაჩემი თავისი ხანჯლით მუხალებს დაგისერავს. შენი სხეულის სისხლის და მთის სუნელი ერთმანეთში ისე აიზილება, რომ აი მერეც ვნახავ ერთი როგორ იტყვი რომ ვერ ვიცხოვრებ სოფელშიო. ხოშეკ. მომწონს ეს ბიჭი. რა კარგი იუმორი აქვს ამ გოგოს. ხოშეკ. მომწონს მართლა იმონი. მე მინდა ერთი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. აი როგორც მე შენ არ გიცნობდი, ხოშეკ, ეხა გაგიცანი, მაგრამ მე მინდა ჩვენი ბავშვობის მოგონებები გავიხსენო და გაუმარჯოს ჩვენი ბავშვობის მოგონებებს. გაუმარჯოს ჩვენ მოგონებებსაც, რომელსაც ჩვენთან ერთად დავაგროვებ გაუმარჯოს. მიყვარხართ ყველას ძალიან. მოგონებებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს, მეც ძალიან მიყვარს, სხვათა შორის აი ძალიან ტკბილი და კარგი მოგონებები მაქვს რა და თუ არ მოგაწყენთ, მეც მოვყვები. აუ არა, კი, მოყვები გისმე. რომეც მოყვები. იმას ჯიხვებზე. არა, გთხოვე, არ მოყვე რა. მოყვები რა. კაი, მოკლედ ერთხელ მამაჩემა გადაწყვიტა, რომ მე და მამიკო წავსულიყავით ჯიხვებზე სანადიროთ. ხო, და ნუ ესე ხშირად დავდიოდით ხოლმე სხვადასხვა რაღაცებზე სანადიროთ, მაგრამ ნუ ეხა იმ მომენტში ჯიხვებზე წავედით და ნუ მოკლედ პირველი დღე ისე გავიდა რომ გაუმარჯოს მოგონებებს. არა, არ დამითარებია, მოიცა ის ნომოყო. ხო და მოკლედ პირველ დღეს ვერ ვნახეთ ჯიხვი და მეორე დღესაც ვერ ვნახეთ, მესამე დღესაც ვერ ვნახეთ და ნუ მეოთხე დღეა და უკვე წამოსვლას ვაპირებთ და გავიხედეთ და ჯოგი. ჯიხვთა ჯოგი. აუ რა მაგარია. თან ეს ჯიხვები ერთი კლდიდან მეორე კლდეზე ესე დახტუნავდნენ, აქეთ-იქით დახტუნავდნენ და მე ამოვირჩიე მამრი ჯიხვი. მივუახლოვდი, ახლოს მივედი და ეს ჯიხვი ესე რომ ახტა და მეორე მხარეს რომ უნდა დამხტარიყო, რო წავავლე
პირდაპირ ხელი და რო დავახეთკე მიწაზე, აეგ იყო რაც იყო, აეგ იყო ჩემი პირველი ნანადირევი, მაგრად ვამაყობ მაგით. გაუმარჯო. და მეორე რომელია? მეორე ჩემი დათუნა. დათუნა, შენც ესე დაგახეთქა? არა, მე იმით არა. კარგია. აუ. ხოჭე, რა მაინტერესებს, იცი? აი ჩვენ დათუნაში რა მოგეწორა? ყველას გვაინტერესებს. ძალიან. დათუნა ერთადერთი ბიჭი იყო სოფელში, რომელიც ჩემი ნათესავი არ იყო და აი ასე დაიწყო ჩვენი რომანტიული სიყვარულის ისტორია. რომანტიულია გაუმარჯოს. და მოდი მაშინ ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს. გაუმარჯოს სიყვარულს. გაუმარჯოს. გაუმარჯოს სიყვარულს გაუმარჯოს და მინდა რომ ზოგადად კაცებსაც გაუმარჯოს. ანუ აი აქ გავაერთიანებ რაღაცნაირად და ერთ ლექს წავიკითხავ თუ არ მიწყეთ. როგორც მოგესურვება რა. კაცი? აუ. მიყვარს კაცი. ღვინოც ოღონდ არა ქარხნის. პურიც ოღონდ არა ფურნის. შოთიც ოღონდ გატეხილი. ღვინო ჭურის. პური თონის. კაცი ბრგე და ატეხილი. მოდი აქ დათუნა ცოტა ეხლა რაღაცნაირად აი მე თვითონ შუაზე ეხლა ეს მეორე ნახევრებს გაუმარჯოს. ეხლა ატყდი. გაუმარჯოს ჩვენს მეორე ნახევრებს. გაუმარჯოს. ძალიან მიყვარს ჩემი მეორე ნახევარი, ძალიან საყვარელი. კარგი მარჯოთ. გაგვიმარჯოს. რაც მინდა რომ თქვა რა. რადგან დავმეგობრდით, ერთმანეთსაც მივეჩვიეთ, თან ჩვენი ხოშიკას არ ეჭვიანებს, რაღაც მინდა რომ მოვყვე. ანა. მოკლედ 8 მარტია და სკოლაში მივდივარ. კლასში რო შევედი, მოკლედ არც ერთ მერხზე არაფერი არ დევს რა. ანუ არც ერთ გოგოს არ აქვს საჩუქარი. საერთოდ რომ მივედი ჩემს მერხთან, უცებ რას ხედავ იცი? აი დიდი თაიგულია, ჩემო ხოშიკან ბუკეტი და რაღაც წერილი და უცებ ანუ გული ამიჩქარდა მე რა ხდება? ახლა რომ ახსოვდა ცოტა მეტირება. ეს გავხსენი ეს წერილი იცი რა წერა? რაო. გუშინელი დღეს ამით მახსოვს უნდა თქვა. ეს წერას. ანა, სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები. და ქვემოთ შენი დათუნა. რატო ღმერთო რატო? ესე არ იყო? მოიცა ბოლოს როგორ ეწერა წერილში? რატო რაო? ჩემი რომანტიზმი თვითონ. სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები და ისე დავიჯერე. შენი ვინო? შენი დათუნა. შენი დათუნა. სიცოცხლის აი გოგო. სიცოცხლის დიაცო, მოდი აქ შემომხედე ახლა. ეხლა მე შენ გიწევ და როზე წაბრძანდები. ჭიქა სასმისით გავსე და მე მოდი აქ ჩემთან. დაუჯერე არ გააღიზიანო. მიდიანა, მიდიანა. ქენი, აგენა. ანა აქეთ. აგენა. ხოშეკ რა გჭირს. ეხლა მომისმინე. ჩემმა წინაპრებმა, ჩემმა სისხლით წინაპრებმა მასწავლეს. მე თმარს არავის წავართმევ. მეც ნურვი შემეცილება. თორემ ისეთ დღეს დავაყრი, მკვდარსაც კი გაეცინება. გაიგე შენა? ბოლომდე დალიე ეხლა. ბოლომდე დალიე. სამამდე ვითული ეხლა გამესალეთ. სამამდე ვითული ეხლა და მოდის ხარი თქვენსკენ. ხოშეკ. აბა წავიდა. თუ შეძის ხარი. კეთი. აიმე. ანა. ხოშე. მოდი აქ. დაიჭირე, წადი რაღაცა. გადაცემის პარტნიორია ეკოფლოუ. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას ეკოფლოუს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით.